თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. ESAS 509D-ის ვენტილატორის რემონტი შეიძლება გამოჩენილი იყოს, როდესაც კომპიუტერი იწყებს გადახურებას ან ხმაურობს. პირველ რიგში დაიწყეთ კომპიუტერის გამორთვით და გათიშეთ ყველა დანამატი. ამის შემდეგ გაიყვანეთ ლეპტოპი და მოამზადეთ სამუშაო სივრცე. ერთი გახსენით ქვედასახურავი, გამოიყენეთ შესაბამისი მექანიკური ინსტრუმენტები, რათა მოხსნათ ქვედასახურავი. ვენტილატორი ჩვეულებრივ მდებარეობს ცენტრალურ ნაწილში. 2. შეამოწმეთ ვენტილატორი, დააკვირდით ვენტილატორს, თუ ის მტვერი ან სხვა დაბინძურება არ აქვს. თუ ასეა, სუფთა ქაღალდი ან კომპრესირებული ჰაერი გამოიყენეთ, რათა გაასუფთავოთ იგი. 3. გაატარეთ უფასო დიაგნოსტიკა. შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელს უწყობს ვენტილატორის მდგომარეობის დიაგნოსტიკას. ამისათვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამა, როგორიცაა Humanitor და შეამოწმოთ ვენტილატორის სიჩქარე. 4. თუ ვენტილატორი მაინც არ მუშაობს, შეიძლება საჭირო იყოს მისი შეცვლა. ახალი ვენტილატორის შეძენისთვის მოძებნეთ ხელმისაწვდომი ნაკრები ინტერნეტში ან ადგილობრივ მაღაზიებში. 5. ახალი ვენტილატორის მონტაჟი. როდესაც ახალი ვენტილატორი გაქვთ, მიუთითეთ მისი ადგილმდებარეობა და დააკავშირეთ საჭირო კაბელები. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად არის დაკავშირებული. 6. შეამოწმეთ ვენტილატორის მუშაობა. პირველ რიგში ჩართეთ ლეპტოპი და დარწმუნდით, რომ ვენტილატორი მუშაობს. თუ ხმაური არ არის, გადაამოწმეთ კავშირები და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად არის გაწვდილი. 7. შეინახეთ ქვედასახურავი. როდესაც ყველაფერი სწორად მუშაობს, შეგიძლიათ დააბრუნოთ ქვედასახურავი და მოამზადოთ კომპიუტერი სამუშაოდ. 8. თუ პრობლემა კვლავ გრძელდება, შეიძლება საჭირო იყოს სხვა კომპონენტების შემოწმება, როგორიცაა პროცესორი ან დედაბორდი. ყოველთვის გირჩევთ, რომ თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ პროფესიონალს, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი პრობლემები. 9. საინჟინრო მომსახურება. თუ ვერ მოახერხეთ პრობლემის მოგვარება, მიმართეთ ტექნიკურ სერვის ცენტრს. აქ შეძლებთ მიიღოთ პროფესიული დახმარება, რაც დაგეხმარებათ პრობლემის გამოსწორებაში. 10. საბოლოოდ, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერის შენარჩუნება და რეგულარული მომსახურება მნიშვნელოვანი ფაქტორებია მათი მუშაობის გაუმჯობესებაში. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.